სოფლიოში ეს ჰუმანიზმი, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის სახელს უკავშირდება, იცით რა აქტუალურია? მერე ზეპური ჰუმანიზმი, კოსმოლოგიური ჰუმანიზმიც, რომელიც ხასიათდება New Age-ით, ახალი ერა. აი მაშ თუ არ გაერკვია ადამიანი, დარჩები ყოფით დონეზე, აი ქვეყანა არის შენთვის მაღაზია, სახლი. ჩვენ ხო ადამიანები არა ვართ მარტო ჭამა, ჩაცმა. ვართ რაღაცის მატარებელი გონება, აღქმა, შემეცნება, სწავლა რაღაცა და ხუნდა გავიგოთ, აი როგორ გამოიდევნა უნივერსიტეტიდან ქრისტიანი პროფესორები. ქრისტიანული მსოფლმხედველობის გამოდევნა დაიწყო უნივერსიტეტებიდან და გაბატონდა ზეპური, სვეტსკი ჰუმანიზმი. და ეს ჰუმანისტები რას ქადაგებენ, იცი? ზედათო ღმერთის გარეშე ადამიანი მიაგანებს ჭეშმარიტებას, ქრისტიანული ათწილმა შეცვალე სამემა თავიანთი 10 მცნებით. ამას ჩაუდგა სათავეში ფერგურსონი, ასეთი ქალი იყო, რომელმაც გახმაურებული წიგნი დაწერა, რომანი ასტროლოგიური სათაური, მერწყულის საუკუნე. ასევე აბრაამ მასლოუ, ასევე აიზეკ აზიმოვი. ეს მასლოუ აღარ არის ცოცხალი არც ფერგურსონი, მაგრამ მის წიგნები ხო ყრია და უნივერსიტეტებში ეს მთელი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში დომინანტი ეს არის. და ქრისტიანობა კი არ განიდევნა, ქრისტიანობა აი ჰიბრიდული, ამებმა ქრისტიანობაც დატოვეს. იმდენად ჰუმანისტები არიან, რომ დაუშვეს ქრისტიანობა რწმენა. აბსოლუტი როგორც ასეთი ამათან არ არის და ეთიკა რელატიური არის. აქედან ეს რაც ხდება დღეს რასაც უყურებთ. რომ ადამიანის ჭეშმარიტებას წარმოადგენს თვითონ ადამიანი. რასაც უნდა იმას გააკეთებს. მომხიბლავი წინ წლებში მომხიბლავი მსოფლმხედველობაა, ხო? აი ამაში არის მთელი დასავლეთი და აი ამ დასავლეთში ქრისტიანების ადგილი სად არის? შევიწროებული არიან, რეპრესირებული არიან, ან გადაკეთებული არიან და ესეთ შეერწყა ჰუმანიზმს, ზეპურ ჰუმანიზმს, იგივე სხვა სახელითაც ქვია კოსმიური ჰუმანიზმი. მანიფესტები მანიფესტებზე გამოაცხეს. და იმას ვარი უთხრეს ნენელა ქრისტიან ევროპიდან გადმოსულ ქრისტიანებს აქ ამერიკა რო ააშენეს და გარკვეული გაგებით კვირაში ორჯერ 4 შაბათს კვირაობით იკრიბებოდნენ მასიურად და იკეთებოდა სამსახურები და უცმენდნენ ახალი აღთქმის ბიბლიის ინტერპრეტაციას პასტორების მეშვეობით. და ახალგაზრდობა იზრდებოდა ამაზე. ეს 1935 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მერე უცებ იფეთქა ეს 60-იან წლებიდან ევროპაში ახალმა ნეო-ჰეგელიანობამ და ნეო-ჰუმანიზმმა, მარქსიზმმა. მარქსი კი არ მომკვდარა მაგის იდეები. მარქსის იდეები იცით რა არის? ბიბლიაში არის სატანა და ღმერთი, ხო? მარქსის იდეების სათავეში სატანა დგას. და მას აქვს ძირითადად ორი მსოფლმხედველობა ვიცით, სატანური და ღვთაებრივი, ქრისტიანული. ქრისტიანობის გაყოფა არ შეიძლება. მაგრამ აი ის სატანური, აი ჰუმანიზმი, სათავეში ჰუმანო რა არის? სატანა ადამიანს უთხრა, რომ შენ იქნები ღმერთი. რა აღდგინდა ღმერთზე დამოკიდებულება, შენ თავად იქნები ღმერთი. აქედან ჰუმანო, ჰუმანი, ადამიანი, ცენტრში ადამიანია. ეგ ადგენს ნორმებს, პოლიტიკაში, რელიგიაში, ყველაფერში ეგ ადგენს ნორმებს. და აბერ ჩამოვედით, ხედავთ, სად მოვედით. და ნელ-ნელა იმდენად ჰუმანისტები არიან, ახლა რელიგიას როგორ აკრძალვდნენ. თვით კომუნისტებმაც დააბრუნეს ეს და იმდენად ატვიქცეს რა კომუნისტურ სტალინმა აძრები დააბრუნა, მაგრამ ეს დაბრუნება იყო მღვდლები რომ დაიქვემდება რა და ვინც ამას დაუპირისპირდებოდა ბიბლიით, იმას იჭერდნენ და